საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის მზარდი ემიგრაცია მნიშვნელოვანი და საყურადღებო გამოწვევაა. მას გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და მის მომავალზე. თქვენ უყურებთ პოდკასტს „როგორ და რატომ“ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ემიგრაციაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და მის შესაძლო შედეგებზე საქართველოსთვის. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია ეკონომისტი დავით კეშელოვა. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა დავით სტუმრობისთვის. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან და საჭიროებო თემაზე, რაც არის მიგრაცია და ემიგრაცია უფრო ზუსტად რა ვთქვათ და ეს არის თემა, რომელიც, რა ვიცი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გვაწუხებს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, ახალგაზრდა ადამიანები, კარგი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნიდან მიდიან არა უბრალოდ სამუშაოდ, არამედ ოჯახებით მიდიან, აქ გაყიდეს ყველაფერი, პრაქტიკულად უკან დასაბრუნებელი გზები ჩაიხერგეს სამწუხაროდ და ასეთ სიტუაციაში ვართ. და ეს არის ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც არასათანადოდ არის. ერთის მხრივ შეიძლება საუბარი არის, მაგრამ მეორე კარგად გაგებული არ არის, რას ნიშნავს, ციფრები რას გვეუბნება და ასე შემდეგ და მოდით დავიწყოთ თვითონ ამ ციფრების განხილვით. ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ ეს რიცხვები რეალურად. რას გვიჩვენებს ბოლო წლებში სტატისტიკური მონაცემები და მე რასაც გადავხედე, რას მალავს ეს ზოგადი მიგრაციული ბალანსი რეალურად. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოსთვის. ხო, რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ანუ პირველი მონაცემი, რაც თვალში გვხვდება ხოლმე, რომ შევალთ საქსტატის ვებგვერდზე, არის ზოგადად მიგრაციის სალდო და მიგრაციის მაჩვენებლები, თუმცა ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიგრაციის სალდო, რომელიც პირველივე სტატისტიკური მონაცემია, რაც თვალში გვხვდება, მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ტოვებენ საქართველოს და შესაბამისი კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოდიან ემიგრანტები ან იმიგრანტები. ხო და მხოლოდ ამ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი ნიუანსები გამოვტოვოთ. პირველ რიგში საინტერესო ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები, ამ მოვლენებზე დაკვირვებით უკეთ შეგვიძლია ავხსნათ, რა შეცდომა შეიძლება შეგვიყვანოს ამ სტატისტიკა. მაგალითად 2012 წლიდან 2025 წლამდე პერიოდს თუ ავიღებთ და მიგრაციის უარყოფით სალდოს დავაჯამებთ, ანუ ვიტყვით საშუალოდ რამდენით უფრო მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან ვიდრე შემოვიდა, ნახავთ რომ დაახლოებით 27,000-მდე არის ეს უარყოფითი სალდოს ეს ჯამური მაჩვენებელი. მაგრამ რეალურად ეს იმის ხარჯზეა, რომ ავიღოთ განსაკუთრებით ბოლო წლები 2022 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. ეს ძირითადად იყვნენ რუსები, ბელარუსის მოქალაქეები, ასევე უკრაინელები, რომლებმაც რაღაც დიდი პოზიტიური მიგრაციის სალდო შექმნეს, რამაც გადაწონა გარკვეულწილად ის გადინება, რაც ქართველებს ახლდათ თან ამ პერიოდშივე და შესაბამისად გვიჩვენა სურათი თითქოს და ბევრი ადამიანი არ გადის ქვეყნიდან. თუმცა თუ შევხედათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელს გავთვლით, ნახავთ რომ 300,000-ზე მეტი არის ეს ჯამური კუმულაციური მაჩვენებელი, რომლითაც გასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა აღემატება შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას. ანუ რამდენჯერმე ან მნიშვნელოვნად უფრო მაღალი არის ეს გადინება, ვიდრე ამ ზოგადი სტატისტიკური მაჩვენებლიდან ჩანს. ეს შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ნაწილი კი გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება საქართველოში და ამ სტატისტიკურ მონაცემებშიც ეს ყველაფერი ასახვას პოვებს და ამიტომ არის ეს დიდი განსხვავება. თუმცა ესე ისტორიულ ჭრილში რო შევხედოთ ბოლო პერიოდში აი ამ როგორ ვთქვათ ამ მიგრაციის მაჩვენებლებს, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებლებს, თითქმის ყველა წელს ჰქონდა უარყოფითი სალდო, ანუ უფრო მეტი ქართველი გადიოდა ქვეყნიდან ვიდრე შემოდიოდა. მხოლოდ რამდენიმე
წელი არის გამონაკლისი, ერთი ეს კოვიდის პერიოდია, რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე ბევრს გაუჭირდა წასვლა და საქართველოს დაბრუნებაც მოუწიათ საქართველოს მოქალაქეებს რაღაც ნაწილს, იმიტომ რომ იქ ვერ ახერხებდნენ მუშაობას და შესაბამისად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. და ბოლო 2 წელი. და ძალიან საინტერესოა 2024-25 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სალდო არის დადებითი. რა შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა ეს ტრენდის შემოbrunება, ცოტა რთული სათქმელია მხოლოდ რაღაცა 2 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მაგრამ ნიშნულოვნად განსხვავებული ტრენდია წინა პერიოდებთან შედარებით. ზოგადად საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებლები ვებგვერდზე არ დევს 2012 წლამდე პერიოდისთვის, მაგრამ ზოგადად თუ გამოვითხოვთ ამ მონაცემებს, ან ზოგადი მიგრაციის მაჩვენებლებს თუ დავაკვირდებით, გაცილებით მაღალი იყო მიგრაცია უფრო ადრე. განსაკუთრებით 90-იან წლებში ძალიან დიდი იყო ქვეყნიდან გადინება, ცოტა გაუმჯობესდა მდგომარეობა ვარდების რევოლუციის შემდგომ. უფრო ადრეც, აი 2002 წლიდან მოყოლებული შეიძლება ითქვას, რომ ეს გაუმჯობესება სახეზე არის, მაგრამ მაინც ყოველწლიურად ეს მიგრაციის სალდო მაინც 10-ობით 1000-ით იყო უარყოფითი და ეს გადინება აღემატებოდა მნიშვნელოვნად შემოდინებას. ხო, ეხლა საინტერესო თემაა, რამდენი ქართველი არის საზღვარგარეთ, ამის მონაცემის სამწუხაროდ არ გვაქვს. მხოლოდ რაღაცა ვარაუდებია, სხვა ქვეყნების აღრიცხვებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რასაც ხშირად იყენებენ ხოლმე, არის UN-ის DESA მონაცემები, რომელიც აი მიგრანტებს აკვირდება, მაგრამ რაღაც მაინც ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, თუ აღრიცხვაში მიიღეს მონაწილეობა ამ ადამიანებმა, მაშინ მოხვდებიან ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებში და ბოლო გამოცემა 2025 წლის იყო, 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით არის და ეს აჩვენებს, რომ დაახლოებით 500,000 ქართველი არის საზღვრებს მიღმა. მაგრამ ეს ბევრ ადამიანს არ მოიცავს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალია და სავარაუდოდ ასეთ გამოკითხვებში ეს ადამიანები ვერ მოხვდებოდნენ და ვარაუდი სხვადასხვა, ზოგი ამბობს, რომ მილიონი ადამიანია, მილიონზე მეტი ქართველი არის საზღვარგარეთ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ზუსტი ისეთი მონაცემი, რომელსაც დავაფუძნებდით ანალიზს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხო. კიდევ ერთი საკითხი აქ ალბათ მნიშვნელოვანი საკითხია, სად არიან ეს ქართველები, რომელ ქვეყნებში არიან ძირითადად. ამის მონაცემებიც რა თქმა უნდა ძალიან მწირია. ერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მნიშვნელოვნად იკლო ქართველების რაოდენობა რუსეთში. ეს ძირითადად ვიცით რუსეთში ჩატარებული აღრიცხვებიდან. აი მაგალითად ბოლო აღრიცხვა მათ ჰქონდათ 2020 წელს. კი ბევრი კრიტიკა იყო ამ აღრიცხვის, იმიტომ რომ კოვიდის დროს ჩაატარეს მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში დადგინდა, რომ დაახლოებით 250,000-ზე ცოტა მეტი ქართველი პლუს აფხაზი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან ხალხი და ასე შემდეგ ცხოვრობდა რუსეთში ამ პერიოდისთვის, რაც არის ძალიან ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მაგალითად წინა აღრიცხვების მაჩვენებლები იყო და ეს იყო 2020 წელს და 2022 წლის შემდგომ ჩვენ არ ვიცით ეს მონაცემი რა არის, მაგრამ ცალსახად იქნება შემცირებული, იმიტომ რომ იქ სანქციების ფონზე ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა რუსეთი და მათ შორის ქართველებმაც. ხო, აი ამ ხალხიდან ამ 250,000 რომ თქვი დაახლოებით, აი სუფთა ეთნიკურად ქართველი დაახლოებით 120,000-ზე ნაკლები იყო და აი საქართველოს მოქალაქეობა ვისაც ჰქონდა ისეთი ადამიანი 3,000-ზე ოდნავ მეტი, ანუ ძალიან მცირე იყო ესეთი ოფიციალური. ანუ არაეთნიკურად ქართველები, მაგრამ საქართველოს არაეთნიკურად ქართველი, ხო, ანუ ეს ქართველი ხალხია, რომლებიც დიდი ხნის წინ წავიდნენ და მოქალაქეობა უკვე აღარ აქვთ შესაბამისად ქვეყნის. ხო, თუმცა ჩემი აზრით მაინც ეს ქვეყნების სად არიან ქართველები ამ ინფორმაციაზე ყველაზე მეტს მაინც გზავნილების მონაცემები გვეუბნება გარკვეულწილად. ამას ვიცი რომ შემდგომში შევეხებით ამ თემასაც, მაგრამ ამ ეტაპზე მარტო ის მინდა ვთქვა, რომ აი საიდანაც მოდის ყველაზე დიდი რაოდენობით გზავნილები, ცხადია იქ არიან ყველაზე მეტად ქართველები წარმოდგენილები და ძალიან არის შეცვლილი ეს სტრუქტურა.
წინა წლებთან შედარებით. აი ჩვენ რო ავიღოთ მაგალითად 2010-იანი წლები დაახლოებით და ვნახოთ როგორი იყო ამ რაღაცა გზავნილების განაწილება, ვნახავთ რომ ძირითადად რუსეთი დომინირებდა. ნუ მანამდე კიდე უფრო მეტად დომინირებდა, შემცირებული იყო რუსეთის გავლენა, მაგრამ აი მაგალითად თუ ავიღებთ 2012 წლის მაჩვენებელს, მთლიან გზავნილებში 56% მოდიოდა რუსეთზე და 70%-საც კი აჭარბებდა თუ მანამდე პერიოდებს ავიღებთ. ანუ წარმოიდგინეთ, გზავნილები თითქმის მთლიანად რუსეთიდან მოდიოდა საქართველოში ამ პერიოდებისთვის. მაგრამ აი ამ მოვლენებმა რაც განვითარდა იმის შემდგომ, ნუ ეს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთთან და ვიცით რომ ამ რუსეთზე დამოკიდებულებას მუდმივად თავის რაღაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა რუსეთი და ეს გახსოვთ ალბათ, როცა ქართველები გამოუშვეს რუსეთიდან, მაგალითად ქართველი ემიგრანტები, მნიშვნელოვნად შემცირდა მაშინ გზავნილების მოცულობა რუსეთიდან იმ პერიოდისთვის. კი მაინც ბევრი ქართველი დარჩა, მაგრამ რუსეთის როლი თანდათან შემცირდა. მე ამას მოყვა ვიზა ლიბერალიზაცია და ნუ გამარტივება მაგალითად ევროკავშირის ქვეყნებში ქართველების გადასვლის და რუსეთის როლი პრაქტიკულად მცირდებოდა ეს წლების განმავლობაში და ნუ განსაკუთრებით გამოიკვეთა, გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების როლი. თავიდან იყო საბერძნეთი, ეს პირველი ესეთი ადგილი, სადაც ქართველები დიდი რაოდენობით იყვნენ ყოველთვის წარმოდგენილები, მაგრამ საბერძნეთის როლიც ასე თუ ისე შემცირებული. ან რუსეთის შემდეგ მეორე იყო მაგალითად იმ პერიოდისთვის, რომელზეც საუბრობ, მაგრამ ახლა რაღაც ტოპ 5-ში თუ ძლივს არის საბერძნეთი გზავნილების მოცულობით. ხო, იმიტომ რომ გაჩნდა სხვა ადგილები, სადაც ქართველების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნუ ასეთი ადგილი იყო იტალია მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ადგილია, საიდანაც ამ გზავნილებს აგზავნიან ქართველები ახლა. ხო, და ორი ქვეყანა არის საინტერესო, რომელიც როლი ძალიან გაიზარდა. პირველი ეს იყო ისრაელი. ეს არის გემახსოვრებათ ალბათ ის პერიოდი, როცა იმდენად დიდი იყო ეს მიგრაციული ნაკადები საქართველოსთან ისრაელის მიმართულებით, რომ მნიშვნელოვნად გაამკაცრეს მათ შორის საემიგრაციო პოლიტიკაც და იყო ესეთი უხერხული შემთხვევები, რომ მაგალითად არ შეუშვეს ქართველები ან რაღაც ძალიან ესეთ რთული პროცედურების გავლა დასჭირდათ, რომ შესულიყვნენ და ასე შემდეგ. ხო, ისრაელი ძალიან მცირე წილით იყო წარმოდგენილი ამ გზავნილებში ადრე, მაგრამ მათი როლი თანდათან გაიზარდა. ნუ ამ შეზღუდული რაც გამკაცრებული პოლიტიკის შემდგომ ცოტათი შემცირდა, მაგრამ მაინც ერთ-ერთ მსხვილ ადგილად რჩება. და ეს ყველაზე მზარდი მაინც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც აი მაგალითად ისევ რომ დაუბრუნდეთ იმ პერიოდს, რაც ჰქონდა 2012 წელს, მთლიან გზავნილებში მარტო 5.5% მოდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. იმის შემდგომ ძალიან ბევრი ქართველი მოხვდა ამერიკაში და ეს მაჩვენებელი 18.7%-მდე გაიზარდა და ეხლა ბოლო მონაცემები რო ავიღოთ, მაგალითად 2025 წლის მონაცემები გვაქვს, ესე წლიურად დაჯამებული მაჩვენებელი. ამერიკა გამოვა ნომერ პირველი პარტნიორი ამ თვალსაზრისით. ანუ ქვეყანა, რომელიც ტოპ პარტნიორებს საერთოდ შედიოდა, მაგალითად 10-15 წლის წინ, ახლა ნომერ პირველი პარტნიორი არის მიგრაციის თვალსაზრისით. რა რთული გზებით ხვდებიან ამერიკაში ეს ყველაფერი, კარგად ვიცით, ძირითადად არალეგალურად მექსიკის გავლით ძალიან რთულად უწევთ მოკლედ ქართველებს იქაურ ბაზარზე მოხვედრა და მუშაობა. კი ბატონო, სანამ სხვა თემებზე გადავალთ, ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა ითქვა, რომ 2024-25 წლებში გაზრდილი არის ქართველების შემოდინება ქვეყანაში, ხო სწორად გავიგე. თუ გვაქვს ინფორმაცია, რა ქვეყნებიდან შემოდიან ძირითადად? ხო, სამწუხაროდ ესეთი შაშლი ინფორმაცია არ გვაქვს. კონკრეტულად რა საიდან ბრუნდებიან. უბრალოდ ვიცით, რომ უბრალოდ რამდენი შემოდის, რამდენი ადამიანი შემოდის, ხო, სალდო ვიცით. ხო, კონკრეტულ ესეთ შაშლა არ გვაქვს. ხო, ძალიან საინტერესოა საიდან შემოდიან, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება მაგ მონაცემიდან, რომელი ქვეყნიდან ბრუნდებიან. კი ბატონო, მოდით იმაზე ვისაუბროთ. სტატისტიკა გასაგებია, ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის, არაქართველი იღებს საქართველოს მოქალაქეობას, ძალიან ბევრი ქვეყნიდან მიდის, კი გვაქვს პოზიტიური სალდო, ანუ უფრო მეტი შემოდის ვიდრე გადის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ამ წილში არიან ცოტა და უფრო მეტი უცხოელი შემოდის. ვინ გადის საქართველოსთან? რა დემოგრაფიული ჯგუფები გადიან და რას ნიშნავს ეს ჩვენი ეკონომიკისთვის? კი ბატონო, ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით ამას არ გვაქვს, მაგრამ გვექნება როცა ამ ინფორმაციას ვინ განაგებს და ანუ ნორმალური არის რომ არ გვაქვს თუ უნდა გქონდეს და არ გვაქვს?
იცით რა არის? აი მიგრაციის შესახებ მონაცემებს აგროვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემდგომში ამ მონაცემებს აწვდის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც აქვეყნებს მას ვებგვერდზე. და დეტალური მონაცემები თუ გჭირდება, მათ შორის დეტალური დემოგრაფია იმისა თუ ვინ შემოდის, ვინ გადის. მაშინ ეს დეტალური კითხვები უნდა დაუსვან იმ ადამიანებს, ვინ შემოდის და გადის საზღვრის კვეთის დროს, რაც რეალურად არ ხდება. ამიტომ ესე დეტალური ინფორმაცია სამწუხაროდ უბრალოდ აგროვდება ეს ინფორმაცია, არა თუ არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი. მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციის გაგება შეიძლება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები, როცა სრულად გახდება ცნობილი. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წელს იყო ეს აღწერა, ნაწილი მონაცემების ჩვენთვის უკვე ცნობილია, მაგალითად ძირითადად დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ ჯერ კიდევ მუშავდება რაღაც დეტალური ჩაშლები ამ მონაცემების და როცა ეს მონაცემები გახდება სრულად ცნობილი, ჩვენ შეგვეძლება გაცილებით დიდი უკეთესი სურათი გქონდეს ამ მიგრაციის თვალსაზრისით. ხო, ზუსტად არ ვიცი თარიღი, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო დიდი ნაწილი ამ გამოკითხვისა ხდება ხელმისაწვდომი. საინტერესო. ანუ თეორიაში თუ სახელმწიფომ არ იცის რა ქვეყნებიდან ბრუნდებიან და რა დემოგრაფიის ჯგუფები გადის ან ხელმისაწვდომი არ არის ეს მკვლევარებისთვის, ექსპერტებისთვის, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს თემა შეიძლება არ არის საერთოდ პრიორიტეტული და არ არის კვლევის საგანი. ხო, სახელმწიფოს ალბათ საზღვრის კვეთისას ეს ინფორმაცია თუ ისე ექნება, ვინ შემოვიდა კონკრეტული ადამიანის შესახებ ცხადია, მაგრამ კვლევარები რომ ფლობენ არასრულ სურათს, არასათანადო ინფორმაციას, მაგიდან გამომდინარეობს ის, რომ ძალიან ცოტა კვლევა არის ამ მიმართულებით. აი რომ ნახოთ მაგალითად სამეცნიერო ნაშრომები, რაც მიგრაციის თემაზე შექმნილა, ძალიან იშვიათია ამ კუთხით, რომ წააწყდეთ რაიმე ნაშრომს, რომელიც რეალურ მონაცემებს ეფუძნება. და ეს ზუსტად ამ მონაცემების ნაკლებობიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ თუ არ გვაქვს რაღაცა დეტალური დემოგრაფია იმ ადამიანებს, ვინ შემოდის და გადის, აზრი ეკარგება მაგალითად თუნდაც რეგრესიულ ანალიზს, რომელიც რაღაც დაგვანახებდა რა განაპირობებს ამ ადამიანების გასვლას, შემოსვლას და ასე შემდეგ. ხო. თუმცა მაინც არის რაღაც მიმართულებით არსებობს მაინც სტატისტიკური მონაცემები, რომელზეც დაყრდნობითაც რაღაც სურათის შექმნა შესაძლებელი არის. და ეს ძირითადად არის გამოკითხვები, რომელიც ქვეყანაში ტარდება ხოლმე. ნუ პირველი, რასაც ხაზს გაუსვამდი და ურჩევდი მკვლევარებს, რომ გამოიყენონ ამ მიმართულებით, არის ჩვენი შინამეურნეობების დანახარჯებისა და შემოსავლების გამოკითხვა, რომელსაც ატარებს ხოლმე საქსტატი პერიოდულად. ნუ აქ რა თქმა უნდა, ხა ვინ გავიდა, ვინ შემოვიდა, ამის შესახებ მონაცემი არ არის, მაგრამ ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ ეს შინამეურნეობები ან ოჯახები შეიძლება ესე ვთქვათ, საიდან იღებენ შემოსავლებს, რა წყაროებიდან იღებენ ძირითადად შემოსავლებს და როგორ ხარჯავენ, როგორ განკარგავენ ამ თავიანთ შემოსავლებს და ძალიან საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს გვეხმარება დავადგინოთ ერთმანეთსგან განვაცალკევოთ ოჯახები, ვინც იღებს გზავნილებს, მაგალითად ემიგრაციაში წასული ადამიანებისგან და ის ოჯახები ავიღოთ, რომელიც არ იღებს გზავნილებს და ამ ოჯახების რაღაცა ხარჯვით დინამიკას თუ დავაკვირდებით, ან მათ აქტივობას თუ დავაკვირდებით შრომის ბაზარზე და ასე შემდეგ, შეიძლება გარკვეული წარმოდგენა გქონდეს ამ მიგრაციას როგორი გავლენა აქვს შინამეურნეობებზე. ამ რაღაცა ინფორმაცია შეიძლება გქონდეს ამაზეც. ხო, არის რამდენიმე კვლევა ამ მიმართულებით, სიღრმეებში არ მიდის ეს კვლევები, მაგრამ ზოგად მონაცემებს აკვირდება და აი ერთ-ერთ მათგანზე მინდა გითხრათ, ხო? აი მაგალითად წლების წინ თუ არ ვცდები PMCG-ს ქონდა ეს კვლევა და ეს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომ ეს კვლევა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. ჩაშლილია მოკლედ ეს შინამეურნეობები დაყოფილია ორ ჯგუფად, ანუ პირველი ჯგუფია, ვინც იღებს გზავნილებს და მეორე ჯგუფია, რომელიც არ იღებს გზავნილებს და გაანალიზებულია მათი ხარჯვითი დინამიკა და ერთი საინტერესო ნიუანსი აქ ის არის, რომ ის ოჯახები, რომლებიც იღებენ გზავნილებს, აღმოჩნდა, რომ ცოტათი პროცენტულად, ცოტათი უფრო მეც ხარჯავენ განათლებაზე.
ხო თუ 10% იყო მაგალითად იმ ოჯახების შემთხვევაში, ვინც არ იღებდა გზავნილებს, ეს დაახლოებით 11%-მდე ადიოდა იმ ოჯახების შემთხვევაში, რომელიც იღებდნენ გზავნილებს და უფრო საინტერესო ის არის, რომ აი საინვესტიციო ხარჯებზე თუ გადავალთ, აი მაგალითად ბინის შეძენა და ასე შემდეგ, აქ შედარებით უფრო დიდი იყო, დაახლოებით 5%-ული პუნქტი იყო განსხვავება. ანუ ის ოჯახები, რომლებიც იღებდნენ გზავნილებს, 5%-ული პუნქტით უფრო მეტ ზოგავდნენ შემდგომში, მაგალითად ბინის შესაძენად ან რაღაცა საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის და უფრო ნაკლებს ხარჯავდნენ მიმდინარე მოხმარებისთვის, რაც გარკვეულ საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს, რომ თურმე ეს მიგრანტები, ვინც მიდის ქვეყნიდან, ნაწილობრივ მათი წასვლის მიზანი ის არის, რომ შეიძინონ ბინა ან დააგროვონ რაღაცა მათი მომავლისთვის და ასევე უფრო მეტად ზრუნავენ ისინი განათლებაში ინვესტიციაზე, ვიდრე ის ოჯახები, რომლებიც არ იღებენ ამ გზავნილებს. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, კი ახსენეთ, რომ ემიგრაციის მთავარი მიზეზების გარკვეულ რთულიან რეგრესიებს ვერ ვატარებთ, იმიტომ რომ ინფორმაცია არ არის, მაგრამ არის თუ არა ზოგადად, აი ერთ-ერთი არის ეს, რომ შეიძლება მიდიან იმისთვის, რომ კაპიტალი დააგროვონ და შემდეგ დაბრუნდნენ. ხო, არის თუ არა რაღაც მიმართულებები, რომელზეც შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ, რომ აი ეს ადამიანები მიდიან კონკრეტულად ამ მიზნებით, ამ мотивაციით ან ამ გარემოებებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ზოგადად რო ვისაუბროთ ამ მიგრაციაზე, არა მხოლოდ რაღაც საქართველოზე, ან თეორიულ დონეზე, ან თეორიულ ნაშრომებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს, ზოგადად მიგრაციას ახასიათებენ როგორც რაღაცა მიკროდონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როცა ინდივიდი ან ოჯახი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ამ მიგრაციის შესახებ, მაგრამ მას აქვს რაღაცა მაკროდონეზე ეფექტები მთელი ქვეყნისთვის და მთელი საზოგადოებისთვის და მოდელების ძირითადი ნაწილი, რაც არსებობს, რომელიც ცდილობს რომ ახსნას ამ მიგრაციის მიღმა რა არის, ამბობს რომ მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილებას როცა იღებენ ადამიანები, ისინი ერთმანეთს ადარებენ, მოკლედ მიგრაციიდან მიღებულ რაღაც პოტენციურ სარგებელს იმ რაღაც მოსალნელ შემოსავალთან, რომელიც ისინი მიიღებდნენ მიგრაციაში რომ არ წასულიყვნენ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ერთ მხარეზე არის მოსალნელი შემოსავალი, რაც ადამიანს ექნება ემიგრაციის შემდგომ, გამოკლებული მიგრაციის ხარჯები, იმიტომ რომ ეს პროცესი ხარჯიანია, რომ სხვა ქვეყანაში მოხდეთ და თუ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მოკლედ მოსალოდნელ შემოსავალს, რომელიც ადამიანი ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში მიიღებს, ამ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდი ან ოჯახი, რომ წავიდეს სხვა ქვეყანაში, ანუ ამ ემიგრაციაში წავიდეს. და ეს ჩვეულებრივი ფენომენია ამ ქვეყნების დიდ ნაწილს ახასიათებს ემიგრაციას სწორედ ამ მიზეზებით, იმიტომ რომ უფრო დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან ისინი უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მიდიან, იმიტომ რომ ხელფასებს შორის განსხვავება ძალიან მაღალია, ანუ მოსალოდნელი ხელფასი ქვეყანაში, სადაც ისინი ემიგრაციის შემდგომ უხდებიან, მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხელფასს, რაც ისინი აქ იღებენ შრომის ბაზარზე და ეს უბიძგებს ადამიანებს ემიგრაციისკენ. და ყველაფერი, რაც ზრდის ხელფასებს შორის განსხვავებას და ასევე ამცირებს ემიგრაციის ხარჯებს, უბიძგებს ინდივიდებს ემიგრაციისკენ. აი მარტივად რო ვთქვათ, რაც უფრო დიდი განსხვავება ერთსულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტ შორის ქვეყნებში, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ ადამიანები ემიგრაციაში წავლენ ერთი ქვეყნიდან მეორეში. რაც უფრო სწრაფად ახდენს კონვერგენციას ქვეყანამ ასე უფრო განვითარებული ქვეყნების მიმართულებით, მით უფრო ნაკლები განსხვავებაა პროდუქტიულობებს შორის, მით უფრო ნაკლები განსხვავებაა ხელფასებს შორის და ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ადამიანები წავიდნენ მიგრაციაში. და ასევე ყველა ის ფაქტორი, რომელიც მიგრაციის დანახარჯებს ამცირებს, მიგრაციისკენ უბიძგებს ადამიანებს და აქ იგულისხმება ბევრი რამე. აი მათ შორის თუ კი ქვეყნებს შორის გაფორმდება უვიზო მიმოსვლა, ეს ავტომატურად ამცირებს მიგრაციის დანახარჯებს და უფრო მეტად უბიძგებს ადამიანებს, რომ ემიგრაციაში წავიდნენ. და ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს ემიგრაციის გადაწყვეტილებას. ეს სუფთა ეკონომიკურად რო განვიხილოთ, მაგრამ ამას ეკონომიკურის გარდა კიდევ რაღაც სოციალური ასპექტები ემატება, ну ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არასწორი ინსტიტუციური მოწყობის გამო, ან რაღაცა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ან რაღაცა ავტოკრატიული მმართველობის გამო და ასე შემდეგ, შეიძლება ადამიანები ისეთ შემთხვევაშიც კი იღებდნენ ემიგრაციის გადაწყვეტილებას, როცა ეს მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება აქ ქვეყანაში არსებულ მოსალოდნელ სარგებელს. ანუ არსებობს რაღაც საგამონაკლისო შემთხვევები, როცა არაეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარეც იღებენ ადამიანები ამ მიგრაციის გადაწყვეტილებას. მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის? მიგრაციის გადაწყვეტილება გამოც რა არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებასაც. თითოეული ოჯახი, ესე ვთქვათ, იღებს ამ მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილებას. მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი სოციალური დანაკარგი. და როცა ინდივიდი თავის გადაწყვეტილებას იღებს, იგი არ ითვალისწინებს ამ დიდ სოციალურ დანაკარგს, რაც შეიძლება ამან საზოგადოებას მოუტანოს. ნუ ეკონომიკაში ამას ვიცნობთ ექსტერნალიების სახელით, როცა შენ მხოლოდ რაღაცა შენს სარგებლიანობა დანახარჯების ანალიზს ატარებ, მაგრამ მასში არ ითვალისწინებ იმ რაღაცა ნეგატიურ გარე გავლენას, რაც შენ გადაწყვეტილება შეიძლება გქონდეს საზოგადოებაზე. ეხლა რა გარე გავლენაზე ვსაუბრობთ, რა საზოგადოებრივი დანაკარგი შეიძლება მოყვეს ამ ემიგრაციას. ნუ პირველი გარე დანაკარგი ის არის, რომ ნაკლები ადამიანი ეკონომიკაში ავტომატურად ნიშნავს ნაკლებ გადასახადებიდან ნაკლებად აგროვებულ შემოსავალს. და ეს ავტომატურად ნიშნავს უფრო ნაკლებ შესაძლებლობას მთავრობისთვის, რომ უფრო ესე სოციალური პოლიტიკა უფრო მეტად მოცვადი იყოს, უფრო ცუდი პირობები ექნებათ ადამიანებს და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს შემდგომში მიგრაციისკენ. მეორე ესეთი საზოგადოებრივი დანაკარგი არის ადამიანური კაპიტალის დანაკარგი, იმიტომ რომ თუ კი მიგრაცია უფრო მეტად ხდება განათლებულ ადამიანებში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ადამიანური კაპიტალი იკლებს ქვეყანაში ამ მიგრაციის შედეგად. და ადამიანური კაპიტალი ამას როგორც ეკონომიკური ზრდის მოდელების უმრავლესობა გვეუბნება, ძალიან დიდ როლს თამაშობს მაღალ ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს უკვე საშუალო შემოსავალს და ახლა მაღალი შემოსავლის კატეგორიაში გადასვლა სჭირდებათ და ამისთვის ტექნოლოგიური პროგრესის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს და ტექნოლოგიურ პროგრესში ამ ადამიანური კაპიტალის როლი ძალიან დიდია. ანუ როდესაც ეს მიგრაციის გადაწყვეტილებას იღებს მაღალი ადამიანური კაპიტალის მქონე, ანუ განათლებული ადამიანი, იგი ავტომატურად იმაზე უფრო მეტად აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე მას წარმოუდგენია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს. შემდეგი პრობლემა არის დემოგრაფიული პრობლემა, იმიტომ რომ ეს შობადობას ემოქმედებს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად და დემოგრაფიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბიუჯეტისთვის და ეკონომიკური ზრდისთვისაც. იმიტომ რომ თუ კი ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ასაკში დამოკიდებულების მაჩვენებლები იზრდება, ანუ შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის წილი უფრო და უფრო მცირეა მოხუცებთან შედარებით, რაც პრობლემებს უქმნის ბიუჯეტს, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი ტვირთად დააწვება შემდგომში ამ რაღაც პენსიების გადახდისთვის და თავის მხრივ ეს ეკონომიკისთვის არის უარყოფითი. ამიტომ ეს შობადობა კიდევ ერთი რაღაც საიდ ეფექტია, რომელიც ამას თან ახლავს. შემდეგი პრობლემა არის ინსტიტუციური შესაძლებლობების შემცირება და აქ რა იგულისხმება? აქ იგულისხმება ის, რომ როცა განათლებული ადამიანები ტოვებენ ქვეყანას, ეს განათლებული ადამიანები შეიძლება ჩაბმული ყოფილიყვნენ მათ შორის ინსტიტუტების მშენებლობაში და როცა ნაკლები შესაძლებლობა არის ამ ინსტიტუტების მშენებლობის, ეს რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც მათ შორის უარყოფითად მოქმედებს. იმიტომ რომ როგორც თანამედროვე ეკონომიკური ზრდის მოდელები ასევე გვეუბნება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ადამიანურ კაპიტალთან და ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად არის ინსტიტუტების განვითარების დონე და როცა განათლებული ადამიანები, გამოცდილი, ჭკვიანი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, ინსტიტუტების მშენებლობაც უფრო და უფრო რთული ხდება. შემდეგი პრობლემა კიდევ ერთი საიდ ეფექტი რაც აქვს ამას არის შემცირებული ადგილობრივი მოთხოვნა, ანუ ეს წმინდა ეკონომიკური გადმოსახედა რომ შევხედოთ, ნაკლები ადამიანი, ნაკლებს მოიხმარს, ნაკლები მოთხოვნა პროდუქტებზე, რაც ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს. და ბოლოს სოციალური სტაბილურობის საკითხიც, რაც უფრო ნაკლები განათლებული ადამიანია ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებია მათ შორის ჩართულობა მათი რაღაც პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასე შემდეგ და მით უფრო სუსტია ინსტიტუტებიც და ნაკლებად ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ მთავრობებიც და ეს საბოლოო ჯამში მთლიან საზოგადოებას აზიანებს. მოკლედ, ერთი შეხედვით თითქოს და ეს რაღაც ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ არის ძალიან ბევრი მიმართულება, რა კუთხითაც შეიძლება ამას მთლიან საზოგადოებაზე დამატებით ნეგატიური ეფექტი გქონდეს. ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე მინდა ჩაუღრმავდეთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, აი განსაკუთრებით 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი, რაც მიადგა, არის ტვინების გადინება. ანუ ძალიან მაღალკვალიფიციური წამყვანმა სპეციალისტებმა დატოვეს ქვეყანა სანქციების გამო, ომის შიშის გამო არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დატოვეს და დიდმა ქვეყნებმა, წამყვანმა ეკონომიკებმა შეისის ხორცეს ეს ხალხი და
დიდი ალბათობით აღარ დაბრუნდებიან ისინი ქვეყანაში და არის სერიოზული პროგნოზები, რომ ეს ძალიან მძიმედ დააწვება მომავალში რუსეთის ეკონომიკას. საქართველოშიც გვაქვს თუ არა იგივე სიტუაცია, გადიან თუ არა ქვეყნიდან წამყვანი განათლებული სპეციალისტები და საქმდებიან თუ არა სხვა ძლიერ ეკონომიკებში, არა იმ მიზნით, რომ მერე დაბრუნდნენ აქ, არამედ იქ რო აიწყონ კარიერა და იქ გააგრძელონ ცხოვრება. ხო, როგორც უკვე თქვი, პირველი პრობლემა რაც არის, ისევ სტატისტიკაშია. ჩვენ არ ვიცით ამ ემიგრანტების განათლების პროფილი, რომ დეტალურად ქონდეს ინფორმაცია კონკრეტულად როგორი განათლების მქონე ადამიანები მიდიან ქვეყნიდან. ვის დასაკობრივი პროფილი და ვის რომ ეს ძირითად არის შრომის უნარიანი ასაკის მოსახლეობა და ახალგაზრდები დომინირებენ ამ მიმართულებით, მაგრამ ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად განათლების პროფილი მათი რა არის. მაგრამ ნუ მკვლევარებისთვის ალბათ საინტერესო თემა ის არის, რომ არსებობს რაღაცა სხვა საშუალებები, რითაც შეიძლება დავადგინოთ გარკვეულწილად ამ ემიგრაციის გადაწყვეტილება რამდენად კავშირშია მათ შორის ამ განათლების დონესთან და აქ საინტერესო არის გამოკითხვები, რომლებიც ადამიანებს ეკითხებიან რამდენად გეგმავენ ემიგრაციაში წასვლას მუდმივად ან დროებით. და ერთ-ერთი ასეთ გამოკითხვა, რაც ალბათ კვლევარებისთვის საინტერესო არის CRRC-ის კავკასიის ბარომეტრი. სადაც ძალიან ბევრ რამეს ეკითხებიან მოკლედ ადამიანებს, მაგრამ ამ კითხვებს შორის ორი კითხვა არის განსაკუთრებით, სამი კითხვა არის განსაკუთრებით საინტერესო, ესე ვიტყოდი. ანუ პირველი არის, რამდენად გეგმავთ მუდმივად ემიგრაციაში წასვლას, მეორე არის, რამდენად გეგმავთ დროებით ემიგრაციაში წასვლას და მესამე არის თქვენი ახლობლებიდან, რამდენად ყავთ ახლობელი, მოკლედ, ვინც ემიგრაციაში იმყოფება. Ну, საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ აპირებს საბედნიეროდ სამუდამოდ ქვეყნიდან წასვლას, თუ არ ვცდები, სადღაც 7-8% იყო ამ ბოლო გამოკითხვით, რომელიც ამბობდა, რომ მე ვაპირებ რაღაც სამუდამოდ წავიდე ქვეყნიდან ემიგრაციაში, მაგრამ ძალიან დიდია იმ ადამიანების მაჩვენებელია, ვინც დროებით ემიგრაციაში წასვლას აპირებს. ანუ თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 45%-მდე ამ გამოკითხულობის ამბობდა, რომ დროებით ემიგრაციაში წასვლას ვაპირებ, რა ძალიან დიდი მაჩვენებელია. მაგრამ ამ გამოკითხვის საინტერესო მხარე ის არის, რომ დემოგრაფია ახლავს. ანუ გარდა ამ სამი კითხვისა, რესპონდენტებს ეკითხებიან ბევრ რამეს, მათ შორის იმას თუ განათლების როგორი დონე აქვთ, რამდენად კმაყოფილი არიან მთავრობის საქმიანობით თუნდაც, ან როგორია მათი შემოსავლის დონე და ასე შემდეგ. მათ შორის ასაგზეც, სქესზეც და სხვა კითხვებსაც უსვამენ და აქ საინტერესო ის არის, რომ თუ შევხედავთ განათლების პროფილს, ნახავთ, რომ ძირითადად განათლების მქონე ადამიანებს აქვს სურვილი, რომ ქვეყანა დატოვონ, როგორც სამუდამოდ. უმაღლესი განათლება, ბაკალავრი, სამაგისტრო ალბათ, ხო? კი, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე, უფრო მეტად ასეთი მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანები ფიქრობენ დროებით ან სამუდამოდ ქვეყნიდან ემიგრაციაში წასვლას და ნუ საინტერესო რაღაცა პარადოქსივით შეიძლება მოგვეჩვენოს ის, რომ აი ახალგაზრდებს თუ შევხედავთ, განსაკუთრებით მაღალია დროებით ემიგრაციაში წასვლის სურვილი დასაქმებულ ახალგაზრდებს შორის. ანუ გამოდის რომ არ არის აუცილებელი რომ ახალგაზრდა იყოს უმუშევარი ქვეყანაში რომ სურვილი ჰქონდეს ქვეყნიდან წასვლის დასაქმებულებიც უფრო მეტად შეიძლება ესეც ითქვას უფრო მეტად დასაქმებულები ფიქრობენ ქვეყნიდან წასვლაზე. ანუ თუ ამ სტატისტიკას დავეყრდნობით და დავუშვებთ რომ ვისაც გადაწყვეტილი აქვს ემიგრაციაში წასვლა ის მართლაც წავა ემიგრაციაში და ესე თუ განვაზოგადებთ მოკლედ ამ შედეგებს, მაშინ ყოფილა ტვინების გადინება, იმიტომ რომ ძირითადად განათლების მქონე ადამიანები ცდილობენ წასვლას. ბოლო წლების სტატისტიკა ამას გვაჩვენებს. კი, ძალიან საინტერესო თემა. ისიც ფაქტორი არის, როდესაც ამბობ, რომ დროებით მიდიხარ, შეიძლება გეგმაში ეგრე გაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი არის, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში რჩება და უკან აღარ ბრუნდებიან ხოლმე. ერთი არის რა მიზნით მიდიხარ და მეორე რა სიტუაცია დაგხვდება იქ როგორ მოეწყობი ყველაფერს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა რომ ახალგაზრდები გადიან, რომლებსაც უკვე სამსახური აქვს, ეს ანუ აქ თეორიულად შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, რომ არა მარტო ეკონომიკური ფაქტორი არის, ეს შეიძლება პერსპექტივის თემაც იყოს, ან უკეთესი შემოსავლების, ან ის რომ არ აკმაყოფილებთ ის შემოსავალი, რაც შემოსავალიც აქ არის, რაც ასევე პრობლემური არის. შეგვიძლია იმაზე ვისაუბროთ. ეხლა რაც
მივყვებით ამ თემას, უფრო მეტი რაღაცებზე ვიგებთ, რომ არ ვიცით და არ გვაქვს ინფორმაცია, ვიდრე რაზე გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ძალიან სერიოზული თემა არის და ჩემთვის ძალიან გასაკვირი არის ის, რომ აი ესე დეტალურად არ არის შესწავლილი განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც 3 მილიონიანი ქვეყანაა და მუდმივად იმაზე 3 მილიონი ნახევრიანი და მუდმივად იმაზე ვსაუბრობთ, რომ ვიღაცა ცდილობს გადაგვაშენოს, ვიღაცა ცდილობს რომ ქართულობა წაგვართვას და იმ ელემენტარულ სტატისტიკასაც არ ვაწარმოებთ, რაც საჭიროა იმისთვის დავინახოთ, რომ ხალხი სად მიდის, როგორ მიდის, ვინ მიდის, რა დემოგრაფია მიდის, რა მიზნებით მიდიან და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულ გარემოებებზე გვეუბნება, ასე ვთქვათ და შეიძლება ვისაუბროთ რა გრძელვადიან პერსპექტივაში რა ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს, სადაც ძირითადად გადიან ადამიანები, განათლებული ადამიანები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რომლებიც ასევე სამსახურები აქვთ, ეკონომიკაში არიან ჩართული და ფიქრობენ ოჯახებით მიდიან თუ ინდივიდუალურად მიდიან. ამაზე გვაქვს ინფორმაცია? ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ამ ბოლოს უფრო მეტად ოჯახებით მიდიან, ვიდრე ადრე მიდიოდნენ. ადრე უფრო ინდივიდუალური იყო. და რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოყვეს აი ამ დემოგრაფიული ჯგუფების გადინებას ქვეყნიდან? ხო, ბევრი ასპექტი არის, ხა, რაც აქ უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენზე არანაკლები მიგრაციის ტრენდები გქონდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ ევროკავშირის წევრები. ხო, აი მაგალითად რო ავიღოთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი, ძალიან ისე სერიოზული დაჩქარებული მიგრაცია ჰქონდათ, მას შემდეგ რაც ჯერ გახდნენ ევროკავშირის წევრები და შემდგომში გახდნენ შენგენის წევრები და სხვა ქვეყნებმა თავისი არამკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით მიიღეს მათი მუშახელი. იქაც იგივე დაახლოებით იგივე ტენდენცია იყო, ეს ნაწილობრივ შეიძლება იქაც გამოწვეული იყო ინსტიტუტების ნაკლები განვითარებით, სანამ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ, ბევრი პრობლემა ჰქონდათ ამ კუთხითაც, მაგრამ უფრო მეტად ეკონომიკური ფაქტორებით, იმიტომ რომ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 10-ჯერ მეტი იყო მაგალითად პოლონეთთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში, სადაც ისინი მიგრაციით მიდიოდნენ. მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის, რა მოყვება ამ მიგრაციას, იმიტომ რომ მიგრაციას აქვს თავისი ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე, ნაწილობრივ ვისაუბრეთ კიდეც ამ მხარეებზე, მაგრამ თან თავის დადებითი, ესე ვთქვათ, დადებითი მხარეებიც აქვს. აი, რამდენად პირველი დადებითი მხარე არის ეს გზავნილები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ეს გზავნილები მამოძრავებელი ხდება ეკონომიკისთვის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ერთი მხრივ ეს კარგია, ერთობლივ მოთხოვნას ზრდის და დაზოგვის კუთხითაც და ინვესტიციების კუთხითაც დიდ როლს თამაშობს. მეორე მხრივ პრობლემაა, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად დამოკიდებული ხარ გზავნილებზე, ეს კიდევ უფრო მეტად გიბიძგებს ემიგრაციისკენ და აღრმავებს იმ რაღაცა კეთილდღეობის პრობლემებს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. მეორე არის შრომის ბაზარი როგორ რეაგირებს ამ ცვლილებებზე, იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც პოლონეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა ძირითადად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, შემდგომში უკვე გერმანიაში და ასე შემდეგ, პოლონეთში შეიქმნა სამუშაო ძალის ნაკლებობა. ანუ იყო ძალიან ბევრი სექტორი, სადაც ვერ პოულობდნენ ადამიანებს, რომ დაესაქმებინათ და შესაბამისად ამას მოყვა ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა. თუ ხელფასები სწრაფად იზრდება და ქვეყანა სწრაფად ვეახერხებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასაც, აი ეს გეფი, სხვაობა ხელფასებს შორის შედარებით მცირდება და დარჩენილ ადამიანებს ნაკლები სურვილი უჩნდებათ, რომ ქვეყანა დატოვონ. ანუ თუ კი ემიგრაციასთან ერთად ეკონომიკა სწრაფად იზრდება, თანდათან უფრო და უფრო სუსტდება ეს მიგრაციის პატერნები და ზუსტად ასეთი რაღაცა ახასიათებდა მაგალითად პოლონეთს. ხო, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ეს ემიგრაციაში წასული ადამიანები ქმნიან დიასპორას და დიასპორის გავლენა როგორი არის საზოგადოებაზე, ამასაც დიდი როლი აქვს, იმიტომ რომ აი მაგალითად პოლონეთის შემთხვევაში დიასპორამ დიდი როლი ითამაშა სხვა ადამიანური კაპიტალის მიმართულებით და ტექნოლოგიებში ინვესტიციების და რაღაცა ცოდნის გაზიარების მიმართულებით და ამან კიდე თავის მხრივ კიდე უფრო დააჩქარა ეკონომიკური ზრდა.
ხო. მაგრამ მიგრანტების სრული დაბრუნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ აი პოლონეთის ეკონომიკა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, მათ ყველაზე მაღალი დაბრუნების მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა რაოდენობის ხალხმაც დატოვა პოლონეთი და ასე დროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ესეთი ტენდენცია შეინიშნება, რომ მათ ჰქონდათ მაღალი მიგრაცია, ახლა შრომის ბაზარზე ნაკლებობა აქვთ, მათი ეკონომიკა სწრაფად იზრდება და თვითონ გააჩინეს მოთხოვნა შრომით რესურსებზე სხვა ქვეყნებიდან და არაწევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ძალიან დიდი მიგრაციის ტენდენციები არის მათი ქვეყნების მიმართულებით. აი პოლონეთს მაგალითი რომ ავიღოთ, აი ესეთ საინტერესო სიტუაცია შეიძლება წავაწყდეთ, რომ აი მაგალითად პოლონეთში ტაქს თუ გამოვიძახებთ, დიდი ალბათობით ან უკრაინელი ან შეიძლება ქართველი მძღოლი შევხვდეს, მაგრამ თუ დიდ ბრიტანეთში ტაქს გამოვიძახებთ, იქ შეიძლება პოლონელი მძღოლი დაგხვდეს და საქართველოში პაკისტანელი კურიერი. ანუ ეს რაღაცა შემავსებელი ხდება, ეს რაღაცა კიბესავით არის, მოკლედ ეს მიგრაციის პათერნები ქვეყნებში. ანუ ამით რისი თქმა მინდა, თუ კი ემიგრაციას თან არ ახლავს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, შრომის ბაზარი ამაზე არ რეაგირებს და ხელფასების სწრაფი ტემპებით არ იზრდება, თუ კი ამას არ მოყვება პოზიტიური ინსტიტუციური გარდაქმნა ქვეყანაში, მაშინ ეს დადებითი მახასიათებლები, რაზეც ვისაუბრე, იქნება ძალიან სუსტი. და ვერ გადაწონის იმ უარყოფით მაჩვენებლებს, რაც ემიგრაციას აქვს და ძირითად ნაწილზე ვისაუბრეთ. ეს არის პირველ რიგში ადამიანური კაპიტალის გადინება, ეს არის მაღალი უნარების მქონე ადამიანები ტოვებენ ბაზარს და კიდევ უფრო მაღალი skills mismatching-ი ან უნარების შეუსაბამობა ადგილობრივ ბაზრებზე, ეს არის დემოგრაფიული პრობლემები, რაც ქვეყანას შესაძლოა რომ ჰქონდეს, ეს არის უფრო სუსტი ტექნოლოგიური განვითარება, რაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს და ასე შემდეგ. ხო, მართალი გითხრათ, რომ შევხედოთ აი ესეთი კუთხით რომ შევხედოთ, არსებობს თუ არა რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც შეიძლება მთავრობამ გამოიყენოს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს, აი ეს ინსტრუმენტები, რაც იყენებენ, არ არის ხოლმე ეფექტიანი არასდროს. აი უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ინსტიტუტების განვითარება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ხელფასების დაახლოება არის ერთადერთი საშუალება, რომ შევაჩეროთ გარკვეულწილად ამ მიგრაციის პროცესი. სხვანაირად, რაც არ უნდა რაღაცა პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოიყენოთ და ბევრი გამოიყენეს იქ ევროკავშირის ქვეყნებში, ძალიან შეეშინდა თავიდან იყო ძალიან სწრაფი მიგრაციის ტრენდები და იქ იყენებდნენ რაღაცა ახალგაზრდებისთვის საგადო შეღავათები იყო, დაბრუნების პროგრამები იყო და ამ შემდეგ არც ერთი არ გამოდგა რეალურად ეფექტიანი. ყველაზე ეფექტიანი რაც იყო ინსტიტუციური განვითარება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ხელფასებს შორის სხვაობის დაჩქარებული შემცირება. ეს ერთადერთია, რაც ამცირებს ამ მიგრაციის პატერნებს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა, რომ პოლონეთში და ევროპის ქვეყნებში ეს გამოცდილება არის, იმიტომ რომ ჩვენს ხშირად გვეუბნებიან, რომ აი ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით საქართველოში კაცშვილი აღარ დარჩება და ასე შემდეგ. ნუ ეს გამოცდილება კარგად არის შესწავლილი. პოლონეთმა მოახერხა ის, რომ რაღაც ნაწილი დაბრუნდა თავისი ეკონომიკური ასე ვთქვათ, სწრაფი განვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც პოლონელები თავაზობენ ამ ემიგრანტებს დაბრუნებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ? რომ ეს ადამიანები რამენაირად დავაბრუნოთ უკან. ჩვენ ფაქტია, რომ ვერ ვთავაზობთ სათანადო პირობებს, თორემ უფრო დიდი დაბრუნება გვექნება, უფრო დიდი მაჩვენებელი გვექნებოდა ამ რაღაცა ემიგრანტების დაბრუნების. ნუ რა შეგვიძლია რომ შევთავაზოთ? ხო, პირველი შეგვიძლია შევთავაზოთ მე ვამბობ იდეალურ სამყაროში და არა ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს არის სწრაფი დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, ანუ კონვერგენცია უფრო მეტად დასავლეთის ქვეყნების მიმართ. ოღონდ აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ რაღაცა მაღალ თლიანში და პროდუქტის მაღალ ზრდაზე, აქ ვსაუბრობ უფრო მეტად ინკლუზიურ ზრდაზე, რომელიც არ იქნება მხოლოდ რაღაცა 1-2 სექტორიდან გამომდინარე, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებიდან გამომდინარე და ზრდაზე, რომელიც არ შეეხება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს და შეეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. შრომის ბაზარზე უკეთესი პირობები არის მეორე, რაც შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. მესამე რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, ეს არის კარგი სოციალური პოლიტიკა, კარგი ჯანდაცვის პოლიტიკა, კარგი განათლების პოლიტიკა მთავრობის მხრიდან. მეოთხე რაც შეგვიძლია შევთავაზოთ არის სამართლიანი merit based
საჯარო სექტორი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ რომ თავისი მიღწევების შესაბამისად დაწინაურდნენ და იმუშაონ და განვითარებული ინსტიტუტები, კიდევ რა შეგვიძლია შევთავაზოთ არის კარგი vocational education-ი, ანუ კარგი პროფესიული განათლება, რომ თავისი პროფესიით შეძლონ, რაღაც დაეუფლონ პროფესიებს და შეძლონ თავიანთ ქვეყანაშიც. დურგლობას, რკინაზე მუშაობას ასე შემდეგ. კი. კიდევ რა შეგვიძლია შევთავაზოთ არის ხელმისაწვდომი საბინაო პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა საქართველოში, ეს ბინის შეძენა ძალიან პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია საშუალო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის და უკეთესი საბინაო პოლიტიკა არის კიდე რისი შეთავაზებაც შეგვიძლია. მოკლედ აი ეს ამ მიმართულებებით განვითარება არის რაღაც ერთადერთი საშუალება, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ აქ დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევაში თუ გვექნება ისევ რაღაც პოლიტიკური არასტაბილურობა, თუ გვექნება დაბალგანვითარებული ინსტიტუტები, შეიძლება სწრაფად მზარდი ეკონომიკა, მაგრამ არაინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც მაღალი უთანასწორობა და მოსახლეობის დიდი ნაწილს არ შეეხება ეს ზრდა. თუ გვექნება მაგალითად არასახარბიელო მდგომარეობა ჯანდაცვის სისტემაში და არც ისე განვითარებული განათლების სისტემა და ასე შემდეგ, ну, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ ექნება წასულ ადამიანებს რო განვითარებულ. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალია, უბრალოდ ჩვენ პირობებში, როგორც ვთქვით, ძალიან რთული მისაღწევი არის და სავარაუდოდ ალბათ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მიგრაციის თემა კიდე შეიძლება უფრო გაიზარდოს და უფრო პრობლემური გახდეს და უფრო დააწვეს, ასე ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკას. თუ მეტი ადამიანი რჩება, ვინც მეტი მოხუცებული რჩება, მეტი ადამიანი, რომელიც არ არის ჩართული ეკონომიკაში და უფრო ახალგაზრდები გადიან, გრძელვადიან პერსპექტივაშიც ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ეს მე ვფიქრობ არის არა მარტო ეკონომიკის, არამედ უსაფრთხოების გამოწვევაც არის ახლა. ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც ჩვენ არ ვართ 20 მილიონი, 30 მილიონი, რომ რაღაც სერიოზული სამხედრო ძალა იყოს, აქ მოსახლეობის ჩართულობაც უნდა იყოს. თავდაცვის ხშირად საუბრობს ხოლმე ბალტიის ქვეყნების, ნორდიკული ქვეყნების გამოცდილებაზე, რომ ტოტალური თავდაცვა ჩაერთონ, მოსახლეობა ჩაერთოს. თუ ეს ელემენტარული თემები, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, არ არის დაკმაყოფილებული, ძალიან რთული არის ეს სისტემა ამუშაო და მოდი იმაზეც ვისაუბროთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ემიგრაციამ და იმ ემიგრაციულმა ტრენდებმა, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ხო, ორი საკითხი მინდა რომ აქ გამოვყო. ანუ პირველი, ესეთი სისტემა რო გქონდეს, ამისთვის გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც იქნებიან დაინტერესებულნი, რომ კონტრიბუცია გააკეთონ აი ამ თავდაცვის სისტემაში. ჩვენ გვაქვს მიგრაცია, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებს ეხება, ანუ ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ, ანუ კონკრეტულად ის ხალხი, ვინც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და მეორე ადამიანების დიდ ნაწილში ნაკლები мотиваცია, რომ ასევე ახალგაზრდების დიდ ნაწილში ნაკლები мотиваცია, რომ ასევე იყოს ჩართული ამ პროცესში. თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო გართულდება თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფის კუთხით მდგომარეობა. და მეორე საკითხი, რაც მინდა გამოვყო, ისევ არის ამ დიასპორის თემაც. ხო, ჩვენ სამწუხაროდ არ გვყავს ისეთი დიასპორა, რომელიც კოორდინაციას ახდენს და კონკრეტულ მიმართულებას აძლევს ინვესტიციებს ან თავისი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას. არდა საინტერესო იქნებოდა მაგალითად ის ადამიანები, ვინც თანამედროვე თავდაცვის სფეროში მუშაობენ, ლოჯისტიკაში მუშაობენ, ამ კუთხით მეტი გამოცდილება აქვთ, მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო და თუ დიასპორა შეძლებდა კოორდინაციას უფრო მეტად ამ ადამიანების, რომ მეტად დახმარებოდნენ ჩვენს თავდაცვის სისტემას, ეს რა თქმა უნდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების კუთხით რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუმცა სამწუხაროა, რომ ეს ნაკლებად გვახასიათებს, განსხვავებით ბევრი ქვეყნისგან. ხო, ეხლა კონკრეტულად თავდაცვას არ ეხება, მაგრამ აი შესაშურია მაგალითად დიასპორის ჩართულობა სომხეთში.
იმიტომ რომ აი სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მსხვილი პროექტი რაც აქვთ, ну იქ ჩვენამდე დაიწყო მოკლედ ეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ICT სექტორის ბუმი და იქ რა პროექტებიც აქვთ ძირითადად რომლებიც ახალგაზრდების აი ICT სექტორში ჩართულობას უზრუნველყოფს, ძირითადად დიასპორა აფინანსებს ამ პროექტებს სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. პირიქით არ უნდათ რომ სახელმწიფო მონაწილეობდეს გარკვეულწილად ამ პროგრამებში და ამ კუთხით ეხმარებიან ეკონომიკას და ამ კუთხით ასევე საინტერესო შეიძლება იყოს თავდაცვის უნარიანობის გაუმჯობესების კუთხით ჩართულობაც ამ დიასპორის. კი, დიასპორა ძალიან მნიშვნელოვანია, სომხეთმა ძალიან ბევრ რაღაცას მიაღწია დიპლომატიური თვალსაზრისითაც საკუთარი დიასპორის ჩართულობით და არაერთი ქვეყანა იყენებს საკუთარ დიასპორას. აგერ არაერთხელ ვისაუბრეთ პოდკასტში დონალდ ტრამპის არჩევნების წინ პოლონეთის მთავრობის წევრები დადიოდნენ ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკაში ძალიან ბევრი პოლონელი არის და პოლონელებში ლობირებდნენ ტრამპის კანდიდატურას, რამაც შემდეგ უკვე დიპლომატიური ქულები მოუტანა პოლონეთის მთავრობას. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს ზოგადად და ეკონომიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია და არის თუ არა ან გამოკვლეული ან რამე მონაცემი გვაქვს თუ არა, რომ რატო საქართველოში რატო არის ქართველების დიასპორები, რატო არის ესე თაქსაქსული ადამიანები, რატო არ არიან ესე ორგანიზებული ისე როგორც შეიძლება სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, რატო არ არიან ინსტიტუციური ამ ორგანიზაციაში მთავრობები თამაშობენ როლს თუ ეს თვით ორგანიზებით ხდება, რომ რაღაც ხელი მაინც შეუწყოთ რაღაცნაირად ამ ყველაფერს. კი, ამ პროცესებში მთავრობები როლს თამაშობენ, რა თქმა უნდა და საქართველოს არის შესაბამისი უწყება, რომელიც ცდილობს ამ დიასპორის კუთხით კოორდინაციას, მაგრამ მხოლოდ თუ არ არსებობს სურვილი თვითონ დიასპორაში, მხოლოდ რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით მათი რაღაც ინიციატივების გადმოტანა ქვეყანაში უფრო და უფრო შესაძლებელი ნამდვილად არ იქნება. ხო, ну საქართველოს შემთხვევაში ბევრი პრობლემა, ну ერთი არის თვითონ ეს მიგრაციის ნაკადები როგორი არის, როდის წავიდნენ ესენი ქვეყანაში, ამდენ დიდი ხანი არიან სხვა ქვეყნებში, ხო? ჩვენი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მთავარი მიგრაციის ადგილი ყოველთვის იყო რუსეთი და ეს ბოლო წლებია, ბოლო 10-15 წელია, რაც რუსეთიდან სხვა ქვეყნებისკენ გადავიდა ეს რაღაცა მიგრაციის პატერნები. მე ვინ არის ეს ხალხი რეალურად, ვინც იქ დიასპორას წარმოადგენს, რა სექტორებში არიან დასაქმებულები, ჩვენ ხო ვიცით რომ უმეტესობა მათგანი არალეგალია, უმეტესობა მათგანი მიუხედავად თავისი განათლებისა მუშაობს ისეთ სექტორებში შეიძლება სადაც შეიძლება საერთოდ არ მოეთხოვებოდეს ეს განათლება. ანუ მათი ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებია, მათი გავლენების ნაკლებია და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარეობს ისიც რომ შესაბამისად ნაკლები შესაძლებლობა აქვს რომ აქაც დაეხმარონ მაგალითად ქვეყნის ეკონომიკას. და მეორე რასაც გამოყოფდი ამ კუთხით არის თვითონ სახელმწიფოს დამოკიდებულება რა არის ემიგრანტების მიმართ. ხო, ეხლა რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, ხო, ერთია რომ მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობის უზღუდავს მაგალითად ემიგრანტებს მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას და როცა ასეთ დამოკიდებულება არის მაგალითად მთავრობის მხრიდან ძალიან რთულია რომ რაღაცა კონკრეტულ სამთავრობო უწყებას ჰქონდეს რაღაცა მჭიდრო და კარგი ურთიერთობა მათ შორის დიასპორებთანაც. ხო, ამიტომ ერთი დამოკიდებულების შეცვლა არის საჭირო, იმიტომ რომ ეს ხალხი რეალურად არის რესურსი, მნიშვნელოვანი რესურსი ქვეყნის განვითარებისთვის და მეორე რაც წლები გავა, მით უფრო გაძლიერდება ეს დიასპორაც და მეტი შესაძლებლობაც იქნება მათი ჩართულობის, მაგრამ ასეთ დამოკიდებულების პირობებში რთული იქნება, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოდი იმის მაგივრად რომ ახლა ძალიან ნეგატიურ ფონზე გავაგრძელოთ. მოდი მივიღოთ მოცემულობად ის სიტუაცია რაც ახლა გვაქვს და თუ არის რამე პოზიტიური შესაძლებლობები, რისი გამოდნობაც შეიძლება იმ პირობებიდან და იმ სიტუაციიდან რაც ახლა გვაქვს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს გზავნილები ეკონომიკას ახალისებს, ეხმარება ეკონომიკას, ბიუჯეტშიც რაღაც თანხა შედის, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს. ანუ რა პოზიტივები შეგვიძლია გამოვადნოთ იმ დემოგრაფიული და იმიგრაციული სიტუაციიდან, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში. ხო, გზავნილებით დავიწყოთ, იმიტომ რომ
საქართველოს შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს გზავნილები, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, ასევე დიდ როლს თამაშობს უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც. აი ძალიან მარტივად რო შევხედოთ, ხო? ანუ გავზომოთ მაგალითად რა არის გზავნილების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ნუ მივიღებთ, რომ საქართველოში გზავნილები, აი ბოლო მონაცემს თუ ავიღეთ 2025 წელი წლიური დახურული მონაცემი ეს გვაქვს გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9.6% შეადგენს. ანუ წარმოვიდგინოთ მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 10% მოდის მხოლოდ ამ გზავნილები მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრაქტიკულად არც ერთ სექტორს არ აქვს ამ ხელა კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში. ნუ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მითები არსებობს, რომ ეს რაღაცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საბედნიეროდ ესე არ არის. ჩვენზე მეტად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნებიც არსებობს. ხო, აი მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან ჩვენზე მეტად დამოკიდებული. აი მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით აქვს ტაჯიკეთს. ანუ გზავნილები ტაჯიკეთის ეკონომიკის დაახლოებით თითქმის 50%-იან წარმოიდგინეთ მთელი ეკონომიკის ნახევარი მოდის გზავნილებზე. ჩვენ ამ კუთხით ახლა მიათედია უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ტოპ 20-ში ნამდვილად ვიქნებით მსოფლიოში. იმიტომ რომ ზოგადად ამ ხელა ასეთი დამოკიდებულება გზავნილებზე ქვეყნების უმეტესობას არ აქვს და აი მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს ამ კუთხით. სად მიდის ეს თანხები? ვიცით რომ ერთი ეს არის ოჯახებს ეხმარება თავიანთი ყოველდღიური ხარჯებისთვის და მეორე ეს არის საინვესტიციო კუთხით მიდის ეს გზავნილები. აი მაგალითად მოთხოვნა რომ არსებობს ბინებზე ნაწილობრივ სწორედ ამ გზავნილების დამსახურება. რაც შეეხება უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც რო ხაზი გაუსვათ მის მნიშვნელობას, ისევ რა ავიღოთ თქვა 2025 წლის მაჩვენებელი, იქ ვნახავთ რომ მიმდინარე ანგარიშის დაახლოებით 15%-ზე ცოტა მეტ შეადგენს გზავნილები. ანუ მიმდინარე ანგარიში არის აი ეს ვაჭრობიდან და ზოგადად ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული და გასული უცხოური ვალუტის თანაფარდობა და ნუ შეიძლება ითქვას რომ 15% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამით ჩამორჩება რა თქმა უნდა მიმდინარე ანგარიში ექსპორტს და ექსპორტზე ბევრად ნაკლებია როგორც მომსახურების ექსპორტს ასევე საქონლის ექსპორტს, მაგრამ აღემატება ყველა დანარჩენ კატეგორიას. და ასევე რომ შევადაროთ უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს საქართველოსთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, გზავნილები ბევრად მეტია. დაახლოებით აი არ ვიცი, დაახლოებით 2.2-ჯერ მეტი არის გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებიდან შემოსულ უცხოურ ვალუტაზე. ნუ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კუთხითაც რამდენად მნიშვნელოვანი არის გზავნილები. მაგრამ სახიფათო მხარე გზავნილების ის არის, რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რაღაც კონკრეტულ ერთ ქვეყანაზე ან ქვეყნების რაღაცა მცირე ჯგუფზე, იმიტომ რომ იქ არსებული ჯერ ერთი რომ ამ ქვეყანამ შეიძლება ეს რაღაცა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს ეს ყველაფერი და მეორე იმ ქვეყანაში შექმნილი რაღაცა პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესები პირდაპირ გადმოდის მერე ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენზეც ახდენს გავლენას. ქონდა ძალიან ცუდი გამოცდილება წარსულში რუსეთზე დამოკიდებულების და ქონდა ის შემთხვევებიც, როცა რუსეთი ამას პირდაპირ ინსტრუმენტად იყენებდა. ახლა რუსეთის წილი მცირეა, მაგრამ ეს რისკები მაინც არსებობს, იმიტომ რომ ნახეთ, ყველაზე მსხვილი წილივი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ კაცრდება მაგალითად საიმიგრაციო პოლიტიკა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე შეიძლება პრობლემები შეექმნათ თავად მიგრანტებსაც და ეს პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც გაზრდილი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ევროკავშირის ქვეყნებიც მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ლიბერალური პოლიტიკა აქვთ, ისინი თანდათან ფიქრობენ გამკაცრებაზე. თავის მხრივ არის საუბარი ამ რაღაცა ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერებას და ამავდროულად ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ემიგრანტებზე და შემდგომში პირდაპირ აისახება გზავნილებზე და გადმოითარგმნება ნეგატიურ ეფექტებში, როგორც ეკონომიკური ზრდის კუთხით, ასევე უცხოური ვალუტის შემოდინების და ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარის კუთხითაც. ხო, ამიტომ ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი როლი აქვს და ეხმარება ეკონომიკას, მეორე მხრივ რისკებს შეიცავს, იმიტომ რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური რაღაცა პროცესების ჩვენთვის არასახარბიელო მიმართულებით განვითარების პირობებში შეიძლება რაღაც დიდი ნეგატიური შოკი წარმოქმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, რაც კიდევ უფრო შეიძლება ამძიმებდეს ჩვენს მდგომარეობას. ხო, შეიძლება ეს ერთი მთავარი მიმართულება ასე თუ ისე პოზიტიური და მეორე არის ეს
დიასპორის თემაც შეიძლება ჩვენთან ესე არ არის ისეთი აქტიური დიასპორა როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ მაინც ემიგრანტების ნაწილი მაინც ახერხებს თავის რაღაცა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას საქართველოში, რაც რა თქმა უნდა კარგია ეკონომიკური ზრდისთვის. სხვა მხრივ დადებითი ამ რაღაცა მიგრაციის ამ ტრენდებისგან დიდად ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკისთვის არ იკვეთება. ბარემ გზავნილების თემაზე ვარ და ჩვენ ვახსენეთ ქვეყნები, როგორ შეიცვალა მაგალითად რუსეთში იყო ძირითადი ასე ვთქვათ წარმომადგენლობა და იქიდან შემოდიოდა გზავნილები და უკვე შემდგომ პერიოდში ეს შეიცვალა და მოდი ჩავშალოთ და უფრო სიღრმისეულად მიმოვიხილოთ რა ქვეყნებიდან შემოდის, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ძირითადად ის გზავნილები, რომელიც ჩვენი ეკონომიკის 10%-ს შეადგენს. ჯამურად ეს ჩვენი გზავნილები არის დაახლოებით 3.6 მილიარდი დოლარის მოცულობის და ეს რომ ჩავშალოთ ახლა ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მსხვილი ესეთი პარტნიორი ამ კუთხით 2025 წლის მონაცემით არის ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ შტატებზე მოდის თითქმის 19% ამ შემოსული გზავნილების და აი 2012 წელს თუ შევადარებთ 9-ჯერ უფრო გაზრდილი არის მაგალითად შემოსული გზავნილები თავის რაოდენობით, ანუ დოლარებში გამოხატული 2025 წელს ამერიკის მიმართულებით. ნუ მეორე ყველაზე მსხვილი პარტნიორი არის იტალია, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. იტალია დაახლოებით 17%-იან, ძალიან ახლოს არის ამ შემოდინებების კუთხით ამერიკასთან. თუ არ ვცდები ეს პირველი წელია, როცა ამერიკამ გადაასწრო იტალიას. მანამდე რამდენიმე წელი იტალია იყო ყველაზე ესეთი მსხვილი პარტნიორი ამ კუთხით და 6-ჯერ არის გაზრდილი იტალიაში 2012 წელთან შედარებით. შემდეგ მოდის უკვე რუსეთი, რაღაც დამცრობილი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ახლა რუსეთის წილი დაახლოებით 12.8% შეადგენს 2025 წლისთვის და ეს არ ვიცი 1.6-ჯერ არის შემცირებული, მაგალითად თუ დოლარებში ავიღებთ 2012 წელთან შედარებით რუსეთიდან შემოსული გზავნილები. ნუ შემდეგ გერმანია, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი ბოლო წლებში და აქ 8.7% გზავნილების მოდის გერმანიიდან და გერმანიის შემდეგ არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, რაზეც უკვე გქონდა საუბარი, ისრაელი, 7.6% მოდის ისრაელზე და ნუ ისრაელზე ოდნავ მაღლა არის ეს გამომრჩა საბერძნეთი 8.1%-ით. ხო, საბერძნეთი არის მეორე ქვეყანა, საიდანაც უფრო ნაკლები გზავნილი შემოდის, ვიდრე 2012 წელს შემოდიოდა რუსეთის შემდგომ. დანარჩენი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უფრო მეტი გზავნილი მოდის, ვიდრე მაგალითად 2012 წელს იყო. თურქეთში თითქოს ბევრი ხალხი მიდის, მაგრამ ალბათ უფრო სეზონურად მუშაობენ და მე ფული ჩამოაყენენ. თვითონვე ჩამოაქვთ ის არ აგზავნილებს აგზავნიან. ნამდვილად ასე. მაგრამ ეს ბევრი გადის ხოლმე განსაკუთრებით ზაფხულში სამუშაოდ. ჩვენ ვისაუბრეთ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, შეამციროს მიგრაცია. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ის ადამიანები, ვინც არიან იმიგრაციაში წასულები, ქვეყანაში მოიზიდო და დაბრუნდეს. ეხლა დღევანდელ რეალობაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლაციის ფონზე, რა იზოლაციაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მაგრამ მოდი ვისაუბროთ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც ვართ. ეს ადამიანები არიან ეკონომიკაში ჩართულები, ქმნიან ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს თავისი გზავნილებით, არიან ადამიანები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, ხშირ შემთხვევაში განათლებულები, ისინი მიდიან უცხო ქვეყანაში, შეიძლება სწავლობენ, მუშაობენ, გარკვეულ გამოცდილებას და გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და იძენენ იქ. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ადამიანები გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში იყვნენ დარჩენილები იმ პერიოდამდე, რომ თუ ეკონომიკური ზრდა იქნა და თუ შესაბამისი პირობები იქნა, სრულიად არ იყვნენ იმ მომენტში მოწყვეტილები და შეძლონ ქვეყანაში დაბრუნება. პირველ რიგში უკვე წასული ადამიანების ჩართულობაზე თუ საუბრობთ, არ უნდა მოწყდნენ ისინი ქვეყანას, ხო? ანუ მაქსიმალურად კავშირში უნდა იყვნენ საქართველოსთან ბოლომდე. ხმის უფლების ჩამორთმევა თუ ასე შემდეგ უფრო მეტად მოწყვეტს რეალობას ამ ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ პირიქით არა გაუცხოებისკენ წავიდეთ, არამედ რაც შეიძლება მოვიწვიოთ, რომ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის
მართვით, ეკონომიკურ განათლების სექტორში და ასე შემდეგ სხვა მიმართულებით საქმიანობაში ეს ადამიანები. ანუ პირიქით უნდა ვიზიდავდეთ აქეთ, რომ ჩამოვიყვანოთ, დროებით ჩამოვიყვანოთ, გავაზიარებინოთ მათი გამოცდილება, გქონდეს ასეთი პროგრამები და ასე შემდეგ. აი ასეთი ტიპის პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი, რომ მათი ჩართულობა გაიზარდოს. მეორე, წარუმატებელი იქნება ყველა ის მცდელობა, რომელიც ხელოვნური გზებით დააკავებს ადამიანებს ემიგრაციისგან. ეს ამას სხვა ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, სადაც სადეს რომ საზღვრები ჩაეკეტათ, აეკრძალათ და ამ შემდეგ არსადეს წარმატებით არ სრულდება. ეს ადამიანები მიდიან და უფრო მცირე არის ალბათობა, რომ უკან დაბრუნდნენ ასეთ შემთხვევაში და უფრო დაბალი არის მათ ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როცა უშლით მათ წასვლას და ისინი მაინც მიდიან. ამიტომ ასეთ ტიპის პოლიტიკის გატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მიგრანტების რაოდენობა შემცირდება, მაშინ თუ კი მათ მეტი სტიმული ექნებათ, რომ აქ იყვნენ. და მეტი სტიმული მათ ექნებათ, რომ ქვეყანაში დარჩნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი მეტი შესაძლებლობები ექნებათ მათ შორის შრომის ბაზარზე. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანი არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანი არის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა სექტორებში ადამიანებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა და ეს შესაბამისად დააკავებს უფრო მეტად ადამიანებს ქვეყანაში და ნაკლებ სტიმულს გაუჩენს ქვეყნიდან გასასვლელად. ნუ ბევრი რეცეპტი არსებობს ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა ზოგადად როგორ შეიძლება რომ მივახციოთ, როგორ შეიძლება დავეწიოთ მაგალითად განვითარებულ ქვეყნებს და უნდა ავიღოთ აი ამ გამოცდილებიდან რაღაცა გაკვეთილები და ამის მიხედვით უნდა ვეცადოთ მივახციოთ უკეთეს ეკონომიკურ განვითარებას. ნუ მაგალითად როგორც ამას ეკონომიკური ზრდის მოდელების ნაწილი გვაჩვენებს, მეტი აქცენტი ტექნოლოგიებზე, უფრო მაღალი ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში. ადამიანური კაპიტალის უფრო განვითარება, მათ შორის სწორი განათლების რეფორმით. ხო, ეს ერთი მიმართულებაა, რითაც შეიძლება რომ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და არ გავიჭედოთ აი შუა შემოსავლების ხაფანგში და ქვეყანა გადავიდეს უფრო მაღალი შემოსავლების კატეგორიებში. მეორე მიმართულება, რაც ასევე გვეუბნება ეს ეკონომიკური ზრდის მოდელები, მათ შორის ბოლო პერიოდის ნობელის პრემიის ლაურეატები, არის ის, რომ ინსტიტუტები უნდა განვითარდეს ქვეყანაში, უნდა იყოს უფრო მეტად ინკლუზიური ინსტიტუტები, ანუ ინსტიტუტები, რომლებიც მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ ნაწილს ჩართავს მართვის პროცესში. ეს არის პრაქტიკულად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევის. ხო, ეს მეორე მიმართულება. მესამე მიმართულება არის სწორი სტრუქტურული ტრანსფორმაცია ქვეყნის, უფრო მაღალ პროდუქტიულ სექტორებში მუშახელის გადასვლა, რაც გაზრდის ხელფასებს და შესაბამისად ადამიანებს წასვლის ნაკლები სტიმული ექნებათ. მოკლედ, აი ეს ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის ერთადერთი ხერხი, რითაც შეიძლება რომ რაღაცნაირად თავიდან ავირიდოთ მიგრაციის კიდევ უფრო მაღალი ტემპები მომავალში. და მეორე მიმართულება, მეორე რაღაცა, რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, არის ეს პოლიტიკური საკითხიც გარკვეულწილად, იმიტომ რომ თუ კი იქნება ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, მუდმივი რაღაცა დაპირისპირება მხარეებს შორის და ამ შემდეგ ეს ცხადია უფრო მეტად გაუჩენს ადამიანებს სურვილს რომ ქვეყანა დატოვონ, ზოგჯერ იძულებით გააკეთონ ეგ, ზოგჯერ დაკარგონ იმედი რომ ოდესმე რამე დადებითი მოხდება ამ ქვეყანაში და ამის გამო წავიდნენ ქვეყნიდან და ეს იმის გათვალისწინებით რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურები არიან მაღალი განათლების თუ უნარების მქონე ადამიანები, ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ტვინების გადინების პროცესს. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხითაც რომ ეს მოიხსნას გარკვეულწილად ან შემსუბუქდეს მაინც ის პოლიტიკური დაძაბულობა, რაც ახლა ქვეყანაში იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაასაზრდოებს კიდევ უფრო მაღალ მიგრაციას მომავალში და მიგრაციას თან
ყველაზე უარეს ფორმას მიგრაციის ან ტვინების გადინებას. ძალიან საინტერესო არის. ჩემთვის გულწრფელად რო თქვა, ახლა რამდენიმე დღეა ვამუშავებ ამ თემას, ბევრი კვლევა ამ მიმართულებით ვერ ვნახე, რამდენიმე კვლევა იყო. პრაქტიკულად არ არსებობს. ხო, და ეხლა კიდევ უფრო გასაგები არის კვლევები, რატო არ არის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებზე არ გვაქვს მონაცემები, არ გროვდება ეს მონაცემები, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩვენისთანა ქვეყანაში, პატარა ქვეყანაში, სადაც აი ესე ეკონომიკურად და პოლიტიკურად გარდამტეხ სიტუაციაში ვართ, უნდა ვიცოდეთ ხალხი, რატომ მიდის, სად მიდის, როგორ მიდის, რა ტიპის დემოგრაფია მიდის და ასე შემდეგ. ფიქრობ, აი ეს მიმართულებები, რაც ვთქვით, ეს პოზიტიური მიმართულებები, დიასპორის მიმართულებები განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობისთვის, საერთაშორისო დონეზე, დიპლომატიურ დონეზე, რომ უკეთ იყოს ქვეყანა წარმოდგენილი და მოსახლეობა, რომელიც გასული არის იქ მუშაობს, მაგრამ ეკონომიკაში აბრუნებს ფულს და 10% არის ჩვენი ეკონომიკის, მათ უნდა კონდეთ საშუალება, რომ თავისი პოლიტიკური სიმპათიები ან მიმართულებები ან აზრი გამოხატონ თავისუფლად იმის გარეშე, რომ აიგრძალოთ, ასე ვთქვათ, ხმის ამოღება. ბოლო-ბოლო 10%-ია ეკონომიკის და არა რაიმე სხვა. დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ რომ გამოგრჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ.